გამარჯობა, ესე იგი ეს არის ჩვენი წყალგამძლე ყეფის საწინააღმდეგო საყელო. ესეთი მენიუ მოყვება, ნატურა მოყვება, ეს პატარა რეზინები არის იმისათვის, რომ წესი დარიგით ძაღლს რო არ ავნოთ ამ რკინებით, მაგრამ ამ რკინებს კუთხეები არ აქვს, ასე რომ პრობლემა არ არის ხოლმე ზოგადად ამ რკინების, ამ რეზინების გარეშეც ჩვეულებრივად უყენებთ ძაღლს. უყენდება ეს საყელო კისრის ზედა მხარეზე, აი ესე. ახლა განახევთ ამის ფუნქციებს, როგორ მუშაობს, სატენი აქ არის, თითო ყუთში მოყვება სატენიც. ესე იგი, აქედან ჩვენ ვტენით ამ საყელოს. ეს საყელოს, ყველა საყელო, რომელიც არის ანტიბაგი და ყეფის საწინააღმდეგო, ყველა მუშაობს ხმიდან გამომდინარე, ანუ ხმას რო გაიგებს, შესაბამისად, ანუ აქვს ბევრი მინუსი. თუ ქუჩაში არის ძაღლი და ახლოსია მაგალითად ან ავტობანია, ან მანქანები, ან სხვა ძაღლებია და ისინი ყეფენ, აი აქ შემთხვევაში ცოტა რთული გამოსაყენებელი და არაპრაქტიკულია, იმიტომ რომ შეიძლება უაზროთ ძაღლს დენმა დაარტყას კიდევაც და ვიბრაცია და ყველაფერმა და თუ ცოტა არ იყოს 7 ადგილას არის ეს ყველაფერი, მაშინ პრობლემა არ არის ხოლმე ამას. ერთი თუ უკანა მხარეს აქვს ღილაკი ჩართვის, დავაჭერთ ამას ჩართული არის. მოდით ახლა გავსიჯოთ ამის მუშაობა და მე დავარეგულიროთ ზევით ქვევით როგორ კეთდება ეს ყველაფერი. ესე იგი, ყეფას არ დავიწყებ მე ახლა. ეს არის ერთგვარი ნატურა უბრალოდ, რომ შევამოწმოთ დენი მოდის თუ არ მოდის. ყეფას არ დავიწყებ და ესე სულ შეუბერავ ხმა იგივენაირი იქნება როგორც იმაზე და ყეფების დრო. ანუ ხმა აქვს, ვიბრაცია აქვს და ახლა დენი აქვს. ესე იგი, თუ ჩვენ გვინდა მხოლოდ დენი მაგალითად, ან ყველა ვარიანტში ჩვენ დენი უნდა დენს უნდა დაუწიოთ, ესე იგი ეს ღილაკი აქ ერთი ჩართვისა არის დაბლოკილი. ანუ ახლა არაფერი არ მოხდება აქ. ამ ბლოკს რო დააჭერთ ხელს, ბლოკი მოიხსნება და ამ შემთხვევაში აი დენი რო ხატია, ამას დავაყენოთ აი 2-ზე, ანუ შესაბამისად პატარა დენი იქნება, გადავიდეთ ხმაზე, ხმა იყოს მაქსიმალურზე და ვიბრაცია იყოს მაქსიმალურზე. всё, ცოტა ხანი ამას დავტოვებთ, ამას დაიმახსოვრებს და ახლა უყურეთ იგივე შედეგი როგორ იქნება. დაიყეფა ძაღლმა მის ვიბრაცია და უკვე შედარებით პატარა დენი წამოვიდა. всё, ეს დაბლოკილი, არსად არ წავა არაფერი. უბრალოდ თავი რა თქმა უნდა ვიცოდეთ, რომ დიდი დენი შემთხვევით არ მოგვით ეს საღზე. ანუ ან არცოდნისგან არ დავაყენოთ რვიანზე და იმუშაოს რვიანზე. არა, ეს მასე არ მოქმედებს, ეს არის საჭირო როგორ იცით? ჯერ უნდა დავაყენოთ მაგალითად 2-ზე, ან 1-ზე. მერე მიხვდებით რომ ძაღლს ეს არ ტკივა, მერე 3-ზე, მერე 4-ზე და მერე ისეთ იმას უყოვით, როცა უკვე ძაღლს ტკივა და მუტუნებს ან ძირს წვება და ეს უკვე იმის მაუწყებელი იქნება, რომ ძაღლს ტკივა და ამ რადიუსში უნდა ვიმუშაოთ. ჩვენ ან იმის ზევით აღარ აუწიოთ დენს. всё, მეტი პრინციპი ამას არ აქვს და ერთხელ დააჭერთ კარგად გამორთული, გამოირთვება.